აკვებოდიში გვინდა მოუხადოთ ჩვენს მაყურებელს ტექნიკური უზუსტობის გამო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიდა ქრონიკის მთავარ გამოშვებაში, პრეზიდენტის თვითმფრინავის შენახვაში იხარჯებოდა 800,000 ლარი და არა 800 მილიონი. საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის პირველ კონკურსს 5 გამარჯვებული ყავს. მათ უნიკალური გამოგონებებისთვის 20,000 ლარიც გადაეცათ. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა. ვინ არიან გამარჯვებულები და რა გამოგონებები აქვთ, ნანუკა ქაჯაიაგი ამბობთ. ესე ქვემოთ ესე ჩაყოფენ ქვევრში და ესე ხდება ქვევრის ესე წმენდა არის. ფიზიკოსი ალექსანდრე კვერნაძე ერთ-ერთი იმ 5 გამარჯვებულს შორის, რომელმაც ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვა. კვერნაძეს პროფესიული გამოცდილება დაეხმარა ქვევრის სარეცხი აპარატის გამოგონებაში. აპარატის ანალოგია მსოფლიოში არ არსებობს. ულტრაბგერითი კავიტაციის მეშვეობით აპარატი შეძლებს ქვევრის რამდენიმე წუთში გასუფთავებას. ჩემი გამოგონება და ეს პროექტი, რომელსაც ინო ჯორჯიას წარედგინა, დამყარებული არის ულტრაბგერითი კავიტაციის ეფექტზე, რომელიც მოქმედებს ისე რომ კვებში ჩაძირული დანადგარი, რომელიც უნდა შეიქმნას ჩვენს მიერ ამ პროექტის ფარგლებში, ეს დანადგარი გამოიწვევს ულტრაბგერით კავიტაციას ქვევში და აი ამის შედეგად მოხდება ქვევრის კედლების გაწმენდა მიმხმარი ჭუჭკისაგან და სხვა ლექისაგან. სოსუ აბჟანდაძის შექმნილი მინი ჰესით საქართველოს არც ერთ ქალაქში არ არსებობს. ჰესი საათში 100 კილოვატს გამოიმუშავებს. ამ ენერგიით კი აბჟანაძეების ოჯახს სათბურში მოსავალი მოჰყავთ. ამ თანხით შეიძლება გავზარდო მინი ჰესის წარმატება და უფრო რენტაბელური და თანამედროვე გავხადო სათბურები. ტექნოლოგიებზე ცდომის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ კონკურსს კიდევ ერთი გამარჯვებული ყავს. ორგანიზაცია უნისტილი. უნისტილში ლოგოებისა და წარწერების დატანა უკვე დიდი ხანია შესაძლებელია. თუ აქამდე მხოლოდ რბილ მასალაზე შეიძლებოდა ქარგვა, მოგებული 20,000 ლარის საშუალებით შეიძენენ ახალ დანადგარს, რომლის მეშვეობითაც მუშაობა ნებისმიერ მასალაზეა შესაძლებელი. აქამდე ყველა საქარგი მანქანა, რომელიც საქართველოში არის, იკარგება რბილ ქსოვილებზე. ჩვენთან კი საშუალება იქნება მოხდეს ტყავზე და ლოგოს დატანიება ფეხსაცმელზე, ქუდზე, კეპებზე უშუალოდ საუბარია აფრაზე, ეგრეთ წოდებულ კაკარდაზე. ეს ძალიან დიდ დაინტერესებას გამოიწვევს სპორტული ჯგუფებიდან. ინოვაციურ კონკურსს კიდევ 2 გამარჯვებული ყავს. ისინი მცირე ბიზნესით არიან დაკავებულნი, მოგებული თანხით საწარმოს გაფართოებას გეგმავენ. კომპანია გეგმავს ახალი ტიპის ხაჭოს წარმოებას. ექსპერიმენტები ჩატარდა რამდენიმე თვის წინათ, შეიქმნა პრინციპულად ახალი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ხაჭოს სფერული ბურთულებისა და იოგურტის მაგვარი მასის ნარევს. კონკურსში გამარჯვებით კომპანია გეგმავს ახალი მანქანა დანადგარების შეძენას, ქარხნული მანქანა დანადგარების შეძენას, თლიან ჩამოსასხმელი ხაზის შეცვლას, რაც წარმოების გაზრდას უზრუნველყოფს. ტექნოლოგიების ცენტრის მიზანი იმ კომპანიების დახმარება იყო, რომელთაც ფინანსური სახსრები არ გააჩნდათ. კონკურსში სულ 40 მეწარმე მონაწილეობდა. 3 ეტაპიანი, ასე ვთქვათ, სელექციის შედეგად შეირჩა 5 გამარჯვებული კომპანია. და დღესდღეობით უკვე ყავს 5 გამარჯვებული კომპანია სხვადასხვა სექტორებში, სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, რომელსაც შესაბამისად თითოეულ მათგანს გადაეცემათ 20,000 ლარი ცენტრის სახელზე, რადგან მათ განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც წარდგენილი აქვთ ცენტრში. მთავარი მიზანი არის ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, ახალი ტექნოლოგიაზე ორიენტაცია გამოგონებლის და ასევე ვთქვათ, წინასწარ ისეთი გამოგონების შექმნა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე. და ეს არის ძირითადი მიზანი ტექნოლოგიური ტრანსფერის ცენტრის, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად. ტექნოლოგიების ცენტრმა კონკურსი წელს პირველად ჩაატარა, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.